გამარჯობა მეგობრებო, ეს არის 15,000 სპეციალური ეპიზოდი. დიდხანს ვიფიქრეთ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი სპეციალური ეპიზოდი და რაღაც სიგიჟეში ჩამithრიეს. უნდა გავხდე პროფესიონალი სპორტსმენი, ეგეთი დავალება მივიღე. ეგეთი ჩელენჯი. საიდან დაიბადა ეხა ეგ ამბავი? მე და ზურა თამაშობდით ჭადრაკს, ზურას გაგაცნობთ ამ ვიდეოში მოგვიანებით, რომელიც არის პროფესიონალი მოჭადრაკე. რაღაც წინააღმდეგობა გაუწიე და მითხრა რომ შენც რო ითამაშო ტურნირებზე, რაღაც კლუბებს დააგროვებ. მე გამეცინა, წავიდეთ მეთქი. ხო და ეს ამბავი სერიოზულად მიიღეს. ზურამ, პატამ, თოკომ, არქივამ, ყველამ და მიდიო. და ვეღარ ვთქვი რომ ვიხუმრე ხალხო რა ტურნირი, რა პროფესიონალი სპორტსმენი, რაში ჩამithრიეთ ხალხო. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარა მაქვს. ეხა გაჩვენებთ როგორ უნდა გავხდე პროფესიონალი სპორტსმენი. წავიდეთ ეხა ზურას გაგაცნობთ და ზურა გვასწავლის როგორ უნდა მოვიპოვოთ უფლება რომ გავხდეთ პროფესიონალი სპორტსმენი და მერე წავალთ ბუდაპეშტში. ხალხო რაღაცა ხდება და თუ რაღაცა დავწერ რომ მიშველეთ და მომაქციეთ ყურადღება მერე რა. მეგობრებო, ეს არის ზურა. მოგესალმებით, უჯას გამომწერებს. ზურა არის უჯარი მოდის გუნდის წევრი. ედიტინგი გინდა, რაც არ ვიცი, ყველაფერზე ზურასთან მივდივართ შეკითხვით. თუ რამეზე არ ვიცი, რას დავაჭირო, ზურას ვეკითხებით ხოლმე. ზურა არის მოჭადრაკე, რომელმაც დაანება ჭადრაკს თავი და უჯარი მოდში დაიწყო მუშაობა. რაც კარგია ჩემთვის, მაგრამ ქართული ჭადრაკისთვის გონია ცუდი. ამიტომ ეგეთი შეთანხმება უნდა დავდოთ ეხა რა. მე რო ეხა მომეჭრას თავი და ყველა თამაში წავაგო, რაღაც თხოვნა გავაправო, რატო ჩავერთე ამ სიგიჟეში. ამიტომ პირობა არის შემდეგი. შენ უნდა დაბრუნდე ჭადრაკში რა და თუ მე თავი მომეჭრება, იმას მაინც ვიტყვი რომ კაი საქმე გავაკეთე, ახალგაზრდა ადამიანი დავაბრუნე სპორტში რა. ზურა არის 19 წლის და წინა აქვს ყველაფერი. შევთანხმდით, შენ ბრუნდები ჭადრაკში რა. და ტიტულისკენ წოდები 4 წოდება არსებობს ჭადრაკში. მაგაზე მოგვიანებით გეტყვით რა. თავიც გადავიზღვიე, პატიკო. ხო, ანუ რო რამე ეს წამოწყება იმად ღირდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი დაბრუნდა სპორტში უჯარი მოდის დამსახურებით და მე ხა რა შემთხვევაში გავხდები პროფესიონალი სპორტსმენი, მოჭადრაკე ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ერთი თამაში, არ მაინტერესებს, ერთი თამაში რომ მოვიგო, 7 ტურია, ხო? ეხლა სადაც მივდივართ. ერთი თამაში რომ მოვიგო ვარ თუ არა პროფესიონალი მოჭადრაკე, რანაირად? არა. ანუ ეხლა ლესტერმა რომ 37 თამაში წააგოს და ერთი მოიგოს, ან მე ლესტერს კი არ ვედრები. ერთი თამაში რომ მოიგოს ლესტერმა და 37 წააგოს, არ არის პროფესიონალი გუნდი, პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი? ჩემპიონშიპიდან ხო ამოვიდა და ჯერ იქ მოიგო რაღაცეები. აჰა. კაი, რა ჩამეთვლება? ხო, ჩელენჯია, ხალხმა ცალკე დაწეროს. ხო. შევთანხმდეთ რა წესია, შენთვის რა იქნება? რაღაცაზე უნდა ჩამოვარდო. ხო, რაღაცაზე რომ ჯავახთ 15K სპეციალი, ეს რაც ჩაქრთეთ ამ იმაში, რა ქვია, ტრეფიკინგში, ეს ჩაგეთვალა, ხო? შენ შემთხვევაში რა არის, რომ 2000 გამიხდეს რეიტინგი? ხო, არა, 2000 არა, იცი რა არის? ან თუ აიღებ რაღაც რაოდენობის ქულებს ამ ტურნირში, რაღაც ქულებს დაგეწერება რეიტინგი, 1800 სიყვაზე 1700, აქტიურად ითამაშებ ჭადრაკს, всё, ჩემი მხრიდან მონიჭებული გაქვს რა. ანუ 1700 ზემოთ მანიჭებ? დაახლოებით 1800 ზემოთ? დაახლოებით ავიღოთ 1700, ითამაშებ ამ ტურნირზე, რეიტინგს აიღებ და მერე ვილაპარაკოთ? ხო, ერთი მოგებით ვერ იღებ რეიტინგს და მაგიტო. ანუ რეიტინგი თუ მომენიჭა რეიტინგი თუ მოგენიჭა და თუ აქტიურად თამაშობ ტურნირს, მე პროფესიონალი ხარ. ანუ რაღაც რეიტინგი. რაღაც რეიტინგი. ეს ტურნირი რო სამეულში დავასრულო. აბსოლუტური პროფესიონალი. ხუთეულში? აბსოლუტური პროფესიონალი. გადასამოწმებელია რამდენი კაცი თამაშობს. მაგაზე ჯერ დავრეგისტრირდეთ და გავრეგისტრირდეთ. კაი, რა უნდა ვქნა? კარლსენს რო მოვუგო, ამისთვის რა არის საჭირო? როგორ უნდა შემხვდეს მე კარლსენი? პირველ რიგში უფლება იმ ტურნირზე თამაშს, სადაც კარლსენი თამაშობს. აი, და რა ვქნა მითხარი, რას დავაჭირო? ესე იგი, როგორც უკვე გითხარით, როცა არ ვიცი რას დავაჭირო. ზურას ვეკითხე. პირველ რიგში ტურნირზე სათამაშოდ
ჩვენი ქვეყნის ფედერაციაში უნდა დავრეგისტრირდეთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში უნდა დავრეგისტრირდეთ და მივიღოთ FIDE ID. რითაც შევძლებთ მე ნებისმიერ ტურნირში უკვე თამაშს რა. ფორმას შევავსებ, რაღაცა გადასახდელიც იქნება ალბათ, ხო? რაღაცა მინიმალური თანხა იქნება. ყოველწლიური საწევრო წელიწადში იქნება, ერთხელ, ხო, ხო? წელიწადში ერთხელ რაღაც საწევრო იქნება გადასახადები. კაი, წავიდა, სახელი, გვარი, საჭადრაკო კლუბი, YouTube-ი რო ჩავწერო. ქუთაისში ჩავწერ, ქუთაისში ვთამაშობდი 2002 წლამდე. ჩემი უკანასკნელი პარტია ბავშვობაში დავდიოდი, ვითამაშე ბათუმში, სადაც ასლან აბაშიძემ მადლობის მარტო მაგ ეგ წერილი რომ მადლობის წერილი მივიღე ასლან აბაშიძისგან. ეგ იყო რამდენი წლის წინ? შენ რომელ წელს დაიბადე? 2005-ში. წერილი ჯავ თუ გაქვს მონტაჟის დროს ნაჩავს. ესე იგი, მე რო ბოლო პარტია ვითამაშე კარიერაში, მაკედან 3 წელიწადში დაიბადა ზურა. ესე იგი, განაცხადი გავაგზავნე მეგობრებო. ეხა თანხა უნდა გადავიხადო. 40 ლარი, ესე იგი სხვადასხვა კატეგორიები არსებობს, 18 წლამდე სხვა თანხა რაღაცა მოქალაქეობა ესე მე არანაირი შეღავათი არ მეკუთვნის, როგორც აღმოჩნდა და 40 ლარი უნდა გადავიხადო. გადაურიცხე ეს და რა დრო ჭირდება ეხა რომ განიხილონ ჩვენი ამბავი და მოგვანიჭონ ID. ეს რამდენიმე საათში უკვე უნდა იყოს რა. მაშინ დაგიბრუნდებით რამდენიმე საათში. მეგობრებო, FIDE არის, როგორც ფეხბურთში არის FIFA, ის არის ჭადრაკში FIDE რა. და ჩვენ FIDE-ს წევრები უნდა გავხდეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ანუ ნებისმიერ სარეიტინგო ტურნირში დაგვჭირდება FIDE-ს წევრობა. და არის თუ არა ეს ID? აი გიორგი ჭავახაძე საქართველო ყველაფერი, ტურნირებში არსად მიმიღია მონაწილეობა. ჩემზე სტატისტიკა ამ ეტაპზე არ იძებნება, იმიტომ რომ არასოდეს FIDE-ს რანგის ტურნირში არ მიმიღია მონაწილეობა. ეს არის ჩემი ID, მე თუ დავიკარგები ვიდეოებს აღარ დავდებ რაღაცა, შეგიძლიათ ამ ID-ით მოძებნოთ ჩემი მიღწევები ჭადრაკში, რას მივაღწიე, რას ვერ მივაღწიე. აქ იქნება ყველაფერი ჩემზე რა. ჩემი page-ი როგორი გახდება, ეხლა ზურას მაგალითზე გაჩვენებთ რა. ზურას უკვე აქვს სტატისტიკები და რაღაცეები და აი ზურას პროფილი ესე გამოიყურება მაგალითად, ეხლა ეს პროფესიონალი მოჭადრაკეა და აქვს უკვე აქ შეგიძლიათ ნახოთ მისი რეიტინგი 1872 აქვს სტანდარტულში 1859 რეფიდ 10 წუთიანია ხო რეფიდი 15 და ბლიცში აქვს 1900 სწრაფი ხარ ხო სწრაფი ბლიცებში უფრო მაგარი ჩანს ჩვენი ხო და ეხა მე თუ რაღაცა 1-2 პარტია მოვიგე მეც რაღაცა ის უკვე მექნება რა ქულები მექნება რა მოკლედ უკვე ვართ პროფესიონალი თუ არ ვართ ჯერ პროფესიონალი არ უფლება მივიღეთ გავხდეთ პროფესიონალი მოჭადრაკეები ახლა ჩვენ გვჭირდება ტურნირი სადაც დავაგროვებთ ქულებს ამ შემთხვევაში ხა ტურნირს ავარჩევ მე იმიტომ რომ შენ აარჩევ საუკეთესო ტურნირს და მე ავარჩევ ისეთ სადაც იაფიფრენა იქნება რა მითხარ იცი ანუ რატო არის ესე ხშირად ჭადრაკში რომ საქართველოში რომ რაღაც ასაკამდე თამაშობენ ადამიანები, კარგად თამაშობენ და შემდეგ ანებებენ თავს. ანუ შენ ხო სადღაც 4 წლის წინ შეეშვი აქტიურად თამაშს რა. ეგ რატო ხდება? ნუ ზოგადი მიზეზი ძირითადად არის ხარჯები რა. ხარჯებთან არის დაკავშირებული საკმაოდ დიდ ხარჯებთან, როცა ნუ ბევრ ქვეყანაში გინდა რომ ითამაშო ტურნირი ეგრეა რა. და ჩემ შემთხვევაში რაღაც სხვა მიზეზებიც იყო. ზოგადად ეგ არის რომ რაღაც ხარჯი იმდენია რომ შეიძლება ვერ ამოიღო რა. ნუ რაღაც დონეზე თუ არ ახვალ. იმ all-in შედიხარ, ესე ვთქვათ, როცა გინდა რომ ძალიან top წელიწადში რამდენ ტურნირზე უნდა ითამაშო? არ ვიცი, ეგ ძალიან ინდივიდუალურია, ზოგი ესეა, ზოგი ისეა. ზოგი თვეში თამაშობს 3 ტურნირს და მარტო ტურნირებს თამაშობენ. არის რამდენიმე მოჭადრაკე ყავს ნახე, რომელიც ტურნირებს თამაშობენ და всё ეგ არის. ზოგი არის რომ 3 თვე შეიძლება არ ითამაშოს მოემზადოს და მივიდეს და დაიხარჯოს იქ ნამეცადინები. წელიწადში 5-6 ტურნირი რო ვითამაშოთ უცხოეთში. არის შანსი რომ რაღაცა ის მივიღოთ წოდება მე არა შენ მე ჯერ კი ნუ თუ სიზარმაცეს თუ დავძლევთ და არ მოგვერევა და თუ აქტიურად ვიქნებით ვივარჯიშებთ საკმარისი არის აბსოლუტურად ხო რაოდენობის ტურნირები წელიწადში 5-6 მინიმუმ 5-6 სასურველი იქნება სასურველი მინიმუმი არის ეგ კი მე მაგ კარგი ამბავი რა ანუ
რაღაც პერიოდი კროკო უჯარი მოდის ერთგული მხარდამჭერი წამომყვა ამ იმაში რა ქვია სიგიჟეში და რამდენიმე ტურნირს ჩვენ მოგხედავთ რა წაგიყვანთ წამოგიყვანთ და მე თუ ყველა წავაგე ალბათ შემდეგზე აღარ გავმიშვებე მაგრამ 1-2 თუ მოვიგე მეც შენთან ერთად ვივლი ტურნირებზე რა და სხვა სპონსორებსაც მოუწოდებ რომ იქნებ რაღაცა საინტერესოში გადაგვეზარდოს ეს ამბავი რა და ბევრი სპორტსმენი დავაბრუნოთ აქტიურ სპორტში, არა მარტო ჭადრაკში, სხვადასხვა მიმართულებებითაც გავიხედავთ რა. თავარია რაღაცნაირად თქვენც დაინტერესდით ამ ამბით, რაღაცნაირად გულზე მომხვდა რომ იმის უცხოეთში წასვლა რო ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამის გამო ბევრ მოჭადრაკეს რო კარგავთ, რაღაცნაირი საცოდაობა მგონია. ხო და მოკლედ მადლობა კროკოს რომელიც დაგვთანხმდა რომ ეხა ერთ ტურნირზე გაგვიშვას და ეჭვი მაქვს რომ კიდე გაგვიშვებს. ხო და ეხა ფრენები ვნახე. ხო და ყველაზე კაი ვარიანტი არის ბუდაპეშტი, ძალიან იაფად მივფრინავთ რა. მე შენ და პატიკო. პატიკო არის ცნობილი ქართველი რეჟისორი, ბაატა მეიშვილი. აქ იყოფება ჩვენთან ერთად. ჩვენ რო ჭადრაკზე ვიფიქროთ და არა იმაზე ეხა ვლოგი როგორ გადავიღოთ, ბაატა დაგვეხმარება მაგაში რა. შენ ნადირობას გადაყევი ძმაო და პატიკო იცი ვინ არის? შუა ქალაქის რეჟისორიც ხო იყო? კი. ჩემი ცოლის და ქარა ჩპსც ამის გადაღებული არის. ეგეთი კაცი მოყვება და ეხა ყველა რო წავაგო ძალიან ეხა. კარგად და დაამონდა. მოდი ბიუჯეტურად წავიდეთ რა, ამჯერად რა. და მე მოვა დრო და ამერიკის ტურნირზეც წავიდეთ ლას-ვეგასში. მაგრამ ეხა წავიდეთ ცოტა ისე რომ იაფი ფრენად დაგვემთხეს რა და ბუდაპეშტი კაია? რა მხრივ? კაი ტურნირია ეს ოპენი ბუდაპეშტის ოპენი? კი, საქართველოსთან რო ჩადიხარ, ზოგადად მსგავს ევროპის ქვეყნებში სულ კარგი არის. იმიტომ რომ ბევრი ტურნირია იქ და რეიტინგები შედარებით ამაღლებული აქვს. ერთმანეთში რო თამაშობენ, რეიტინგი ბრუნვა მეტი აქვს და შესაბამისად ჩვენ გვაწყობს ეგ ამბავი. კაი, მაშინ შენ მიხედე მაგ ამბავს რა მეილი უნდა გააგზავნო ორგანიზატორთან? სხვადასხვა ტურნირზე სხვადასხვანაირად არის. აი რაღაც ტურნირზე დებულებაში როგორ წერია, ეგრე მოვიქცევით და ეგ არის. მარტივი პროცედურა არაფერი ისეთი. ხო, როგორ წესი მეილს აგზავნე ორგანიზატორის მეილზე? მეილზე უგზავნე ეს და ეს მინდა Fides ID-ს. აი რაში გვჭირდება ეს არის რომ Fides ID-ით ხდება ყველაფრის იდენტიფიკაცია და ყველაფერი რა. საწევროს იქ ტურნირის შესაძლებლობა ხო, არის რომ ხო, იქ არის ტურნირები რომ იქ ხდი, არის ტურნირები რომ აგზავნა. უეჭველი დაინტერესებს ხალხს მაგალითად რა დაჯდება იმ ტურნირში მონაწილეობა რა და მოდი ახლა გავხსნით ტურნირის დებულებას და წავიკითხავ უცებ იმას რა ქვია ფასებს. მეგობრებო, ესე იგი ნახეთ რა ხდება ორი დივიზიონი ყოფილა ბუდაპეშტის ღიაზე. ესე იგი A ჯგუფში ითამაშებენ ადამიანები, რომლებსაც აქვს რეიტინგი 1800 და მეტი. და მე მომიწევს თამაში B დივიზიონში, სადაც რეიტინგი არის 1799 და ნაკლები რა. ანუ ეს რამდენი ხანი უნდა ვითემინო ეხა ეს რა ქვია რა. მე მაქვს რეიტინგი არ არსებული. კარგი ამბავი ის არის შენთვის რომ ესე იგი ამ ტურნირზე მე და შენ ვერ შევხვდებით ერთმანეთს გადამირჩი შენ A-ში იქნები მე B-ში და ვერ მიგანგრევ იქა ვერ შევხვდები ესე იგი ვისაც რეიტინგი აქვს 1800-დან 2100-მდე იმისთვის გადასახდელი არის 12000 უნგრული ფული რამდენია 12000 უნგრული მაყუთი ეხლა ვეგეტყვით 12000 უნგრული ფორინტი არის 90 ლარი აუ იქ მე მგონი ჩვენ სასტუმროს გავხსნით. ზურამ უნდა გადაიხადოს 12000 ტურნირში მონაწილეობისთვის, რაც არის 90 ლარი და ურეიტინგო ადამიანმა. უფრო ძვირი რა. პირიქით არ უნდა იყოს ეგა. მოხუცი იუთუბერი 36-ის ხვდები. მალე მოხუცი კაცი მოდივარ რაღაცა ხელშეწყობა რაღაც არ უნდა მე უნდა გადავიხადო 13000 13000 უნგრული ფორინტი 97 ლარი 7 ლარით მეც მახდევინებენ ამაზე ეს ეხა რა არის ორი ქართველი ადამიანი ჩავდივართ უცხოელები ვართ ორივე ხო კარგი მაშინ ეხა ზურა გააგზავნის მეილს და წესით უარს არ გვეტყვიან რა გამოხდა ხანი და ძალიან სწრაფად მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს დაგვარეგისტრირეს
ეს არის B დივიზიონი და ბოლო განთესილი ბოლო ვარ მე. გიორგი ჭავახაძე 20 რეიტინგი 0. ბოლო ესა ვარ რა, ესე იგი ბუქმეკერების აზრით ყველაზე დაბალი შანსი გამარჯვების ამ ტურნირზე მაქვს მე. ბოლო ნომრად ვარ განთესილი რა. აუ ეხა ესე თუ დარჩა კენტად შეიძლება პირველ ტურში დავისვენო, ხო? ქულას მოგცემენ რა, ბაიქვია და ქულას გაძლევენ. ანუ ერთი ქულა ანუ პროფი ეგრევე ხდები? რეიტინგშიც ჩამეთვლება ეგ ერთი ქულა? მაშინ რა. ესე იგი, ეს არის open-ში ეგეთი წესები ყოფილა მეგობრებო. ანუ 1800-ზე ქვემოთ ვისაც აქვს რეიტინგი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი, ძაღლი, ყველას შეუძლია თამაში. აი მაგალითად, ეხა პირველ ნომრად განთესილი ვინც არის, ანუ ყველაზე მაღალ რეიტინგიანი ჩემს დივიზიონში, ნაგი, გვარად ნაგი, არის დაბადებული 1952 წელს რა. და ასევე არის მაგალითად ეხა ერთი 0 ქულიანი, 0 რეიტინგიანი, რომელიც ეხა იწყებს კარიერას. ეს 73-ია. 73-ია დაბადებული, ეხა იწყებს კარიერას. აი? აუ, შენ გაგიმარჯოს ღმერთმა და ეს ესპანელი ვიღაც. ეს ესპანელი გოგო. ურეიტინგო, ხო. ესეც ურეიტინგო. ხო, W ისაც აწერია, არის ხალბატონი. აუ, ფრასი ძახი. 2017 წელს არის დაბადებული. ანუ 7 ეხა იწყებს კარიერას, 7 წლის ასაკში იწყებს კარიერას. მე ხო 35 წლისას ვიწყებ კარიერას და ეს 7 წლის. ანუ არის შანსი ხარ რომ ეს გენიუსი იყოს და დაგვანგრიოს ყველა, ხა? თუ 7 ძალიან პატარა. ნაკლები, 7 წლის. კალასანი 7 წლის ვერ უგებდა ყველას? ყველას რა, ბევრს. ვერა. ვერა 7-ის ვერ უგებდა. ანუ ვინ ბევრს გააჩნია რავი. 11-ის უკვე ხო უგებდა? კი, 11-ის უკვე ესეთი. ანუ კოჭებში გამოჩნდება მაინც რომ კაი, ამ ბავშვთან შეხვედრა არ მინდა, იმედი არ შეხვდებია. 7 წლის გოგოს რომ მოუგო, მე მინდა რომ ვიდეოში ვიტრაბახო და აეში რაღაც 7 წლის გოგოს მოუგე. ვიტრაბახო ვიდეოში. რაც შეეხება A დივიზიონს, მოკლედ მე ხო როგორც საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ხახსოვთ ხო B დივიზიონიდან დაიწყო და მეც ეგრე ვიწყებ B დივიზიონიდან და ზურა უკვე ჩაჯდა A დივიზიონში. ზურა არის განთესილი 28 ნომრად 37 კაცში. აი გაჩვენებთ. ზურას რეიტინგი არის 1872 და ბუქმეკერები არც ზურას შანსებს აფასებენ სასწაულად. ნუ ბუქმეკერები რა რეიტინგით ლაგდება. ხო, რეიტინგით არის დალაგებული რა. რეიტინგით არის დალაგებული და ძირითადად უნგრელები არიან, თქვათ ერთი შვედია, თურქეთის წარმომადგენელი არის. ჩინელიც იყო ვიღაც. ყველაზე მაღალ რეიტინგი. აუ, შენ არ გაგიმართლა. ის 2326-იანი ჩაჯდა ვიღაც. დამელოდოს. პირველ ადგილზე. ნახეთ ხალხო პირველ ადგილზე არის რეიტინგით F FIDE Master-ია ხო? FM რაც აწერია, ეს არის ტიტული. ეხა ტიტულებზე ვისაუბრებთ. ო 4 ტიტული არსებობს ჭადრაკში, როგორც ვიცი. მიყევი ეხა და მომიყევი. ტიტული ხო, ესე წოდება. რაც იწერება, წოდება ეგრეა. ნუ არის კანდიდატ მასტერი, CM, არის FIDE Master-ი, FM, International Master, საერთაშორისო ოსტატი, IM და დიდ ოსტატი, Grand Master-ი, GM. ჩვეულებრივად. ეს არის წოდებები, რომელიც იწერება ესე ოფიციალურად აქ. არის NMI და National Master-ი, ეროვნული ოსტატი. არა, ჩვენ არ გვინდა ისენი არ national. აქ რაც იწერება ეგენია. და არის ქალთა წოდებები, რაც არ უნდა. ანუ ქალებს კიდე ცალკე იყოს, ცალკე წოდებები არის, არის ყველაფერი იგივეა, უბრალოდ W ემეტება, ანუ women ემატება წოდებას. VCM, VFM, VIM და VGM. შენ არ გაქვს ხა არც ერთი წოდება? არა. ხა არანაირი წოდება არ მაქვს და ნუ რაღაც მიზანი უნდა დავისახო. კაი, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ თუ challenge-ია იყოს. შენ რო გახდე FIDE Master-ი. ხო. ჯერ CM-ს შენთვის მეტი მემეტება, იმიტომ რომ ასაკი ისეთი გაქვს, რომ შეგიძლია, მე ვერ გავხვდები ვეღარასოდეს ახლა IM და GM, მაგრამ კანდიდატ მასტერზე შემოვდივარ ფსონს, რომ თუ ძალიან მოვინდომებ, კანდიდატ მასტერი უნდა გავხდე რა.
გეთანხმები აბსოლუტურად. შეიძლება ვერ გავხდე, მაგრამ ჩელენჯია რა. და შენ დაჩელენჯდი FM-ზე, გაწყობს? პირველი ჩელენჯი იყოს FM-ი რა. ხო, ცემსაც მოგილოცავ, რა თქმა უნდა, თუ გახდები კანდიდატ მასტერი, მაგრამ შენ რო ნუ არ დავიწერო. კროკოს ინვესტიცია შეიძლება არ დავიწერო. რა შეიძლება ანუ კანდიდატ მასტერი არა როგორ არის იცი, კანდიდატ 2200-ზე თუ ადიხარ კანდიდატ მასტერია და 2300-ზე FIDE მასტერი და 200-ზე თუ ადიხარ, ბარემ შეიძლება რომ FIDE მასტერს დავიწერ. კანდიდატ მასტერი რო აღარ გეწეროს რა. არის ეგრე ხალხი. ზოგი არის რომ IEM-ს არ იწერს და GM-მა დაიწეროს პირდაპირ. გასაგებია. ანუ მე FIDE მასტერს ეგრევე დავიწერ, მაგრამ კანდიდატ მასტერი შეიძლება არ დავიწერ. 2200-დან არის FIDE მასტერი? არა, 2200-დან არის კანდიდატ მასტერი. 2100-დან არ არის? 2200-დან არის. აუ. ნუ მე რა ინფორმაციასაც ვფლობ ეგრეა. მოიცა და უგულავ. კი, 2200-დან არის. აბა მე ვერ გავხდები ახლა 2200-ზე ვერავარ. კაი, 2100-ზე თუ ადიხარ, 200-ზე ახვალე ხარ რა. 2200-დან იწყება ისა? ხო, 2200-დან კანდიდატ მასტერი? 100 თუ გაქვს მიზნა, 200-იც გექნება რა. ანუ მე მიზანი არ ვიცი ხა ამ ტურნირზე გამოჩდება, შეიძლება ნერვიულობით მოვკვდე და ვერაფერი ვერ გავაკეთო. მაგრამ რაღაცა მახსოვდა რომ 2100-დან შეიძლება. არა, 2200-დან არის რა. 2100 არის ქალთა FIDE მასტერი. ქალთა FIDE მასტერი. წავედით. კაი, მაშინ მე აღარ ჩელენჯდები, რომ 2200 ავალ აუცილებლად და რაღაცა მე მაშინ ესე დავჩელენჯდები, რომ 2000 თუ გამიხდება ოდესმე რეიტინგი, თაყვანს მცემთ. გაწყობთ? არა. 2200 წავედით რა. 200 ჩელენჯია ახლა. 200-ს ამატებას უნდა 1-6-7 ტურნირი უნდა 200-ს ამატებას. ამატებას არა გააჩნია ამ ტურნირში ამდენს დაიწერა რეიტინგს. 2000-ზე გაღიარეთ, მაგრამ კაი, თაყვანის ცემა იყოს 2200-დან და აღიარება, ყვავილები, რაღაცა, ზეიმი 2000, ჩემი ის არის. ის რო არის, ხო იცი, მესამე ადგილოსანი რო ზეიმი შამპანოზე. ხო, აი. ეგ ჩემი იყოს 2000 რა და შენ უნდა გახდე მე ვიჩალიჩებ, დაგეხმარები ყველაფერში, რაც შემეძლება, რომ შენ ახვიდე მინიმუმ 2300-ზე და გახდე FIDE მასტერი, ხო რა. წვრთნელი გჭირდება, ხო? წვრთნელი რა არის? ეხლა რომ მე შევაწუხო სპონსორები დამატებით რაღაცა, რომ წვრთნელი რო ავიყვანოთ, რა დაგვიჯდება? რა წვრთნელი არ კასპაროვს არ გეუნები რა, თამაზი. ის არის ძალიან ინდივიდუალური არის. მაგრამ მაგაზე ინფორმაციას არ ვფლობ ეხლა, ეგ ძალიან ინდივიდუალური არის. მოკლედ ვეძებთ მწვრთნელს, წვრთნელი გჭირდება, რომელიც რაღაცებს გზას გვეტყვის, როგორ წავიდეთ, რაღაცებს დაგვახვეწინებს. და შენ მოიფიქრე, ვინ შეიძლება იყოს კარგი მწვრთნელი თან YouTube-თანაც რო რაღაცა ის იყოს რა. კი, მაქვს ვარიანტები უკვე და. აბა, ვინ გაგთქვი? ჩემი თავარი ვარიანტი ბატონი ნოდარი. ნოდარი? ნორთქიფანიძე YouTube-ზე, ხო? კი, გეცოდინება ახლა. YouTube-ზე მინახავს ნოდარის ვიდეოები, Facebook-ზეც. ხო, მეტი იდეალური ვარიანტი არ არის ახლა YouTube-ი, თან YouTube-ი და თან ჭადრაკი და. კაი, მოდი მაშინ ესე ვქნათ, ახლა ჩვენ რო რაღაც შედეგს დავდებთ ამ ტურნირზე, მე ჩვენი პარტიები ჩაუგდოთ ნოდარს და გვეტყვის მოკიდებს ხელს თუ არ მოკიდებს, მე გადაწყვიტავს რა თვითონ რა. შეიძლება თქვას რომ თქვენგან არაფერი არ გამოვა. 1400-ზე უნდა გეთქვა თანხმობა, რომ აღიარო. კაი, რო ჩამოვალთ ვიჩალიჩებთ წვრთნელზე. კაი, მაშინ ხალხო ჩვენ წავალთ ახლა ჩანთას ჩავალაგებთ. ბუდაპეშტში წავალთ და კომენტარებში გაგვამხნევეთ, თორემ გული გამისკდება სადაც არის. რა არის, იცი, მაინც საქართველოს დროშა გახატია, ხი ჩვენ კი მაიმუნობთ, მაგრამ საქართველოს დროშით მივდივარ ახლა ამ ხუმრობ. ახლა გავაანალიზე ეგ რომ ჩემ FIDE-ს რომ საქართველოს დროშა დავინახე, ანუ უჯარიმოდ არ მივდივართ. ახლა საქართველოს არის ჩართული ამ ამბავში რა და აბა, ღმერთი ჩვენსკენ, აბა, წავედით.